დილამშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მადლობა რომ გვიყურებთ, გვისმენთ. ვიდრე დავიწყებთ გადაცემას, ალბათ გაიგეთ ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე მოთავსებულია საავადმყოფოში. ამ ეტაპისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არაკრიტიკული. ასევე გთხოვთ, რომ ნუ გაავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, მას რა თქმა უნდა აკვირდებიან ექიმები და ყველას გთხოვთ, რომ შევეციოთ ლოცვით მის უწმინდესობას, რომ გამოჯანმრთელდეს და მალე დაუბრუნდეს საპატრიარქოს და მის მსახურებას. ვილოცოთ ყველამ, რომ კარგად იყოს ჩვენი პატრიარქი, ვჯერა რომ კარგად იქნება და ჯანმრთელობას ვუსურვებთ მას. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ახლა საეკლესიო კალენდარი ვნახოთ ტრადიციულად და შემდგომ ანონს გაკაცნობთ. 17 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს გერასიმე იორდანელს, წმინდა მოწამეებს პავლეს და იულიანას, ღირს იაკობ მარხველს, წმინდა გრიგოლს, კვიპრელ ეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სცენებას, რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ანონს გადაცემის სტუმრებს. რწმენა საქმის გარეშე მკვდარია, ეს არის წმინდა იაკობ მოციქულის სიტყვები წმინდა წერილიდან და რა მნიშვნელობა აქვს რწმენა საქმისთან ერთად და რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად შეიძლება რწმენა საქმის გარეშე არსებობდეს ან საქმე რწმენის გარეშე. სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია. ჩვენი გადაცემის სტუმრები ასევე იქნებიან ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, იუბილარები, რომლებსაც წელს 50 წელი შეუსრულდათ, საიუბილეო თარიღებსა და მათი შემოქმედების გზის, ოჯახური ერთობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად. და თოჯინების თეატრში ახალი სპექტაკლის სამზადისია, ებზადებიან პრემიერისთვის. მსახიობები ამჯერად მაყურებელს ყოველთვის საყვარელ ანიმაციას, თოჯინურ ვერსიას წარმოუდგენენ, წარმოდგენის სახელწოდება გახლავთ თოვლის გუნდა. თაობების საყვარელი პერსონაჟი, რეპეტიციების ნინო გელაშვილი დაესწრო და ვცვლავთ ნახავთ სიუჟეტს და მოვისმენთ თუ როგორია წინა საპრემიერო სამზადის თოჯინების თეატრში. და ახლა ამინდის პროგნოზი შევიტყოთ და შემდგომ დავბრუნდებით მამა შალვა კეკელია შემოგვერდება.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გადაცემის პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ. ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეგელია. მამაშალვა დაგვიწევთ დილოში. გეხაროთ მერთმა. მადლობა ჩვენთან მოგწანებით. გეხარეთ. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის. მინდა უწმინდეს ჯანმრთელობა უსურო, იცით რომ რაღაცა გუში ის უწმინდესობა სამონტყოფაში იყო, გადაიყვანეს სამონტყოფაში, რაღაც კრიტიკული მდგომარეობა იყო, ღვთისმადლით თავად გამოვთ ამ მდგომარეობიდან და მინდა რომ თელიერს ყველა სთხოვა რომ ვილოცოთ მის იმიტომ რომ უწმინდესი სულოცულდა ჩვენთვის ჩვენთაგანისათვის, სულ გვეწევა თავისი ლოცვით, თავისი, იმიტომ რომ მისის ხელი გვჭირდება თუ ჩვენთაგანს, ის თავისი ამ ლოცვით ძალიან ამტკიცებს ერს და ქვეყანას და ამიტომ შევთხოვდით და ღვთისმშობელს წმინდანებს რომ მისი უწმინდესობა კარგად ყავდეს, ჯანმრთელად ყავდეს, რომ რაღაცა ამ ქვეყანას კიდევ მისგან ეს სიკეთე დიდ-დიდ გქონდეს. ძალიან მჭირდება მისი კიდევ ერთხელ საზოგადოებას რადგან გავრცელდა ინფორმაცია რომ საავადმყოფოშია, საყურადღებოა მისი ჯანმრთელობა, მაგრამ არა ძიმედ და კრიტიკული, რა თქმა უნდა აკვირდებიან ექიმები და ყველას ხოვთ რომ ლოცვით შევეციოთ მას და ღმერთმა ქნას რომ ძალიან მალე მისი უწმინდესობა უკვე ჯანმრთელი დაუბრუნდეს საპატრიარქოს და მოსახურებას. ჩვენ გადაცემის თემა წარვადგინოთ რწმენა თუნიერ საქმისა, მკვდარია ამბობს იაკობ მოციქული წმინდა წერილში. აი რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩვენ მარხვის პერიოდში ვართ, ხო, ეს განსაკუთრებული სარბიელია. რწმენის განსაკუთრებული სარბიელი ლოცვის. მაგრამ აი როგორ ვთქვი, წმინდა წერილი გვეუბნება და ყველა წმინდანის და ყველა დიდი მამის მაგალითია ეს, რომ საქმე და რწმენა ერთად უნდა იყოს, იმიტომ რომ ცალკე არ რწმენა არაფერი და არც საქმე, ხო? რა კავშირია? რამდენად შეიძლება მხოლოდ რწმენით გამართლდეს ადამიანი, მხოლოდ საქმით რწმენის გარეშე? აი ამაზე გვინდა ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ეს არის მართლმადიდებლობა დგას ამ ყველაფერზე, არის ის პროტესტანტულ მოძღვრებაში, სწავლებაში არის რომ მარტო მხოლოდ რწმენით მართლდება ადამიანი და მას საქმე არ ჭირდება არაფერში, იმიტომ რომ ესეთ რამეს ამბობენ რომ ქრისტემ უკვე საკუთარ თავზე აიღო, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენი ცოდვები და ყველაფერი იტვირთა ჩვენი სიმძიმეები და მან უკვე თავის თავზე აიღო ყველაფერი თავის და მან იტვირთა ეს ყველაფერი და ნამდვილად ესე მოხდა რომ ქრისტე რო არ მოსულიყო ვერც ერთი ადამიანი, რაც გინდა საქმე ქონოდა ადამიანს, სულ თავის ხორცი დასაგლეჯედით რომელიც ცხოველებისაც სარწმუნოდ წარმულიყო, ვერ გადარჩებოდა სანამ ქრისტე არ განკაცდებოდა. ანუ ქრისტეს განკაცების გარეშე ვერც ერთი ადამიანის გადარჩენა იყო წარმო დღესაც კი ქრისტეს გარეშე ადამიანი მაინც ვერ გადარჩება და წარმოუდგენელი რომ ადამიანი ქრისტეს გარეშე ცხონდეს და ქრისტეს გარეშე გადარჩეს. აი რაც გინდა საქმე კონდეს, რაც გინდა აღასრულო, ვერანაირი საქმე ვერასოდეს, ღვთის მოწყალებას ვერ გადაემეტო, ჩვენ ისეთ საქმეს ვერ გავაკეთებთ, რითაც ჩვენ ცხონდებით. ესეთი რამე წარმოუდგენელია, ხო ჩვენ დამოუკიდებლად ჩვენი ცხონება არის ქრისტეს გარეშე, ჩვენი ცხონება არის წარმოუდგენელი, მაგრამ საქმის პავლე როგორც იაკობ მოციქული ამბობს, პირდაპირ იაკობ მოციქული რწმენა საქმის გარეშე არის მკვდარი. როგორც სხეულიო სულის გარეშე მკვდარია, ესევე რწმენა და საქმე ადარებს სხეულს და სულს. აი ზუსტად ესეთი შედარება აქვს, ანუ ცალკე სული არაფერი არა, ცალკე სხეული არაფერი არა. ანუ სხეული და სული არის ერთი. და ამას ნაყოფი არის ესე და წარმოუდგენელი რომ საქმის გარეშე ადამიანი გადარჩეს. და რა როგორ გამარტავს ამას იაკობ მოციქული აი აბრაამი თავის საქმითაც გამართა, იმიტომ რომ აბრაამი იყო წინადაუცვეთელი. მანამდე, მაგრამ წინადაუცვეთამდე ღმერთი ის იწამა, დაიჯერა ღმერთის შვილი მიიყვანა თავის ისააკის შვილი მიიყვანა სულ შესაწირად და ამით მერე გამართლა და მერე საქმე აღასრულა, მერე აღასრულა წინადაცვეთა და წმინდა ოქროპირი გამარტავს ამ მუხსად და საოცარ ამას ამბობს რომ ამ შემთხვევაში პავლე მოციქული იაკობს კი არა წინააღმდეგობა, პირიქით ესენი ერთმანეთს ავსებენ, ანუ პავლე მოციქული და იაკობ მოციქული ერთმანეთს ავსებენო და ესეც საოცარი გამარტება მაქვს იონოქროპის. როგორც ადამიანს ახლა ნათლობამდე ჭირდება რწმენა. თუ წარმოუდგენელი ახლა თუ რწმენა არ აქვს, თუ არ გწამს, მაშინ როგორ შეიძლება მოინათლო? ჯერ უნდა იწამო და დაიჯერო, რომ მოინათლო. მაგრამ როგორც კი მოინათლები, ნათლობა რა შეება? ნათლობა პატიობს ყველა ცოდვას. ანუ ნათლობა ბოლომდე გწმენს, აი რაც გინდა ცოდვა კონდეს ჩადენილი მანამდე, ნათლობის მადლით ყველა ცოდვა, რაც კი რამე ჩაგიდენია ნათლობამდე, ყველაფერი ჩამოგერეცხება, მაგრამ ნათლობის შემდეგ, როგორც იონოქროპირი გამარტავს, ნათლობის შემდეგ რაკნა მაცხოვრმო წავიდა და იმარხულა. ანუ მე საქმე აღასრულა. ამით მოგცა ჩვენც მაგალითი რომ ნათლობა საკმარისი არ არის, თუ მარტო საკმარისი არ არის, თუ მე ნათლობის შემდეგ შენ მე ეს მარხვა, ანუ ეს ცხოვრების წესი შესაბამისობაში არ აქვს, იმიტომ რომ თუ მარტო მოინათლე და ხო მარტო ნათლობით შემოიფარგლე, მაშინ არ არის საქმე აღუჭირდება, მაშინ ამ დიდ მარხვასაც მაშინ რატო ვიცავთ, საერთოდ არ ამიყვაც სამნიშნულობა აქვს, საერთოდ თუ ის მე ამ ნათლობის შემდეგ შენ საქმეებით არ გაამტკიცებ ამ შერწმენას და არ გაამაგრდება შენ ეს რწმენა შენი საქმეებით და ესეთი იაკობ მოციქული ამას ეთნამის რომ აი შენთან რომ მოვიდოს შენი ძმა
დააო და მშიერი იყოსო. და შენ რო უთხრა ახლა ჭამე საჭმელი, მაგრამ არ მიაწოდო საჭმელი და არა ჭამო საჭმელიო. ესე გაუშო. მაშინ რა სიტუაცია ესეო. ეშმაკებსაც კი წამთ ესე წმენა ეშმაკს რო წამს ღმერთის არავის არ აღიარებს რა თქმა უნდა. არა თუ აღიარებს იცის ჩვენზე კარგად იცის ღმერთის ყველაფერი იქიდან წიაღიდანაც წამოსო რუცბერი იყო ნათლის ანგელოზი იყო ყველაზე ახლოს იყო ღმერთთან მისი არსებობა ყველაზე მეტად ყველაზე მეტად ისებძვის მაშინ ყველაზე დიდი რწმენა თუ ვინმეს აქვს ეშმაკს ეკო მოციქულიც ამას ამბობს მაგრამ ეშმაკის რწმენა რა არის? ეშმაკის რწმენა არის საქმეების გარეშე და პირიქით საქმეებიც აქვს, თან როგორი საქმეები აქვს? აქვს ბოროტი საქმეები. ანუ შეიძლება ის მარტო საქმეც მას ვერ გაგამართოს, თუნდაც შენი საქმე თუ რწმენასთან ერთად არა და თუ შენ საქმეს არ აწერ საღვთო მათს და შენ თუ მარტო შენ თავს წაწერა ამ საქმეებს, მაშინ უჭირო დაიღუპები. დიახ, მამაშალო, აი ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რომ ეს საქმეები თქვენ თავიდან თქვით რომ ეს ღმერთის გარეშე არაფერი აზრი არ აქვს. აი ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდი საქმეა სიკეთე. მოწყალება, კეთილი საქმე რაც არის, აი პირდაპირ წერია, ხო? მაცხოვარიც ამბობს, ხო, განკეთხვის ჟამს რომ ამას კითხავს, მაგრამ თუ ადამიანი აკეთებს ამას, საუბრად აკეთებს, მართლა შეიძლება ყოველდღე ხელმოქმედებას, მაგრამ არა ღმერთის სახელით, არა ღმერთისთვის, არა ღმერთის განმოცემულს და ის აკეთებს თავისთვის, მაგრამ თან არ წამს. რამდენად შეიძლება ეს საქმე, ასე თუნდაც კეთილი საქმე და ღვთისათნო საქმე? ვერ იქნება და ამას უბრალოდ ამას ამბობენ მოციქულები და ამას საუბრობენ მოციქულები, ამას საუბრობს. პავლე მოციქული ამას საუბრობს, იაკობ მოციქული და ამას საუბრობს ქრისტეც. ხო, სულ ყველაფერი მქონდესო, აი სულ ყველაფერი მქონდეს, თემი რო გადადო, ესეთი წმენა რო მქონდესო, ყველაფერი თუ სიყვარული არ მაქვს, არაფერია ჩემი რწმენაც, არაფერს არ მოძებს ის წმენა, თუ ჩემთან ეს სიყვარულია, თუ ეს ყველაფერი მე ამ ყველაფერს ვაკეთებ ღმერთის გარეშე და ამ ყველაფერს ვაწერ საკუთარ თავს და ამას ვაკეთებ საკუთარი თავი და აი ძალიან ბევრი ადამიანისგან მომისმენია მამო ესეთი კეთილია ამდენ სიკეთებს აკეთებს ამდენ ადამიანს ეხმარება ამგერ ადამიანს ოპერაცია გაუკეთა ეგერ ადამიანს ბინა უყიდა ეგერ იმას დაეხმარა იმას სიკეთე გაუკეთა იმას საკეთე გაუკეთა და როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ ცხონდეს ეგ კითხოს ვამი და მეკითხები რომ ეს სიკეთებს ვაკეთებს ვისთვის აკეთებ და ვისგან აკეთებ ამ სიკეთებს აკეთებ თავისთვის ანუ ის თავისთვის ამ სიკეთების ღმერთს არაფერში ართული და ანუ ის ამბობს რომ მე გავაკეთე კი ბუნებრივად ის აკეთებს ამას მაგრამ ღმერთი არაფერში არა ღმერთს არ მეცა მისთვის როგორ გააკეთებ და ღმერთს არ მეცა მისთვის ჯანმრთელობა როგორ შეძლებდა ამას ღმერთს არ მეცა მისთვის გონება როგორ შეძლებდა ეს მოეფიქრებინა ეს აზრი მოსოდა რომ ეს ახმარებოდა ანუ ღვთისგან არ მოსოდა ეს ყველაფერი ანუ ჩვენ ქრისტიანები ვაცნობიერებთ იმას რომ რა ჩვენში ხდება ყველაფერი ხდება ღვთისაგან, რაც ასე კეთო, იმიტომ რომ მე ჩემით ვერ მოვიფიქრებ, კახა, შენ რო დაგეხმარო. მე ღმერთი მაწვეს ამას, რომ შენ რაღაცა პრობლემები გქონს, რაღაცა გაჭირვება გქონს, ან რაღაც ჩემი თვალები დამანახებს ამას ღმერთი და მე მეჩდება, სულ შენ რო გააკეთო, ისე როგორ უნდა გამიშა, სულ თუ ეს არ ვიცი, შენ რა მდგომარეობაში ხარ და ვისგან ვიგებ ამას? ამას ვიგებ ღვთის ხმისგან, ანუ ღმერთის ხმა მაგებინებს ამას, რომ შენ დახმარება გჭირდება, შენ შეწევნა გჭირდება, ლოცვითი, ფიზიკური, ეს ყველაფერი მოდის მისგან და როგორ შეიძლება ეს მე ჩემ თავს მივაწერო ეს რაღაცა? თუ ღმერთმა არ მომწონს საშუალება ვერც ფიზიკურად და ვერც მატერიალურად ვერ დაგეხმარება ვერანაირად. არც მექნება ეს სამყარო ვისი მოცემულია, ეს სამყარო ვინ შეგვიქნა? ღმერთმა არ შექმნა ეს სამყარო ის წიაღისეული რაც კი რამე არსებობს დედამიწაზე უფლისგან არის ეს წიაღისეული როგორ შეიძლება შენგან იყოს ეს ერთადერთი ჩვენ ამ უფლისგან მოცემულს ვანადგურებ და ვსვავთ ერთადერთი ამას ვაკეთებთ ორი დანარჩენი როგორ შეიძლება ეს შენგან იყოს ეს წარმოუდგენელი რამე არის უბრალოდ ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ჩვენ შეგვიძლია ღვთის მოწოდებულზე ღმერთი რომ მოგვიწოდებს ის არ აღვასრულოთ ანუ უარი თქვა ღვთის მოწოდებულზე თქვა უარი ანუ ღმერთი მეუბნება რომ დაგეხმარო მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ ამას არ ეს შემიძლია გავაკეთო მაგრამ ის რომ ღვთის გარეშე რა გავაკეთო ეს არ შემიძლია პავლე მოციქული ამბობს რომ მე ყველაფერი შემიძლია ჩემს გამაძლიერებელ ქრისტეში ანუ მე ქრისტესთან ერთად ყველაფერი შემიძლია მაგრამ ქრისტეს გარეშე მე არაფერი არ შემიძლია აი ადამიანმა თუ საკუთარი თავი აქამდე არ მიიყვანა და არ დაიჯერა ეს რომ მე ღმერთის გარეშე არაფერს მქონელი ვარ და არაფერი არ შემიძლია ღვთის გარეშე და ჩემი საქმეც კი მკვდარია წმენის გარეშე და პირიქითაც ჩემი მარტო წმენა ახლა რამდენი ადამიანი მარტო იძახებს წამს ჯერა მიყვარს ქრისტე მიყვარს გიждები ქრისტეზე და ამ დროს არაფრით საქმით სიცოცხლეები ცხოვრობს აბსოლუტურად არაფერს არაღასრულებს როგორ შეიძლება ის ადამიანი ახლა წმენით გადარჩეს ახლა რამდენი წელი ხო წამს და ამ დროს შენი მეგობრის ძმა არ დააპურო სიკეთე არ გააკეთო იქ ცოდვაზე უარი არ თქვა არ შეეწინააღმდეგო საკუთარ დროს როგორ უნდა გადარჩეს აი მარტო წამს ამა როგორ უნდა გადაგარჩინოს მარტო წამ და მჯერა ქრისტესი და მამაშავა თქვენ საუბრობთ საქმეებში რა იგულისხმება ხოლმე მარხვა, ლოცვა, მოწყალების საქმე, სიკეთე შეიძლება ამას ადამიანი ყველაფერს აღასრულებს გარეგნულად ვთქვათ, მაგრამ რაღაცნაირად უსიყვარულო გულით აკეთებს. აი ფარისევლის პოზაში რომ არ აღმოჩნდეთ. საქმე ოღონდ ეს საქმე რომ იყოს ნამდვილად ღვთისთვის სათნო. აი როგორ უნდა ვაკეთოთ? ნახეთ აი მარხვას უდიდეს ეს დიდ ხო ჩვენ ყოფილიყო დიდ მარხვაში.
დიდი მარხვა თავიდან ბოლომდე დაწყობილია საქმეზე, ანუ გარეგნულ გამოხატულებაზე, ჩვენი გარეგნული გამოხატულების საკვებზე ვასვამობთ რაღაცა სიკეთეების კეთება უფრო მეტად გვევალება, ყველაფერი გვევალება, მაგრამ თუ ეს მარტო გადავიდა ამ ხორციელ მდგომარეობაზე, ანუ მარტო ჩვენ თუ ვამახვილოთ ყურადღებას იმაზე, რამდენს ჭამ და რამდენს არ ჭამ, მათ წყალზე ვარ და თუ პურზე ვარ და ბოლომდე საქმეზე ვარ გადართული, რომ რაღაცა და მართლა გასტრონომიულ მდგომარეობაზე გადაყოს მარხვა და გარეგნულ მდგომარეობაზე საჭმლის არ ჭამან და ჭამაზე. ან მარტო იმაზე რომ მარხვაა და ახლა მე სიკეთები უნდა ვაკეთო იმას და დავეხმარო იმას და მივიცე იმას მივეცი ფული ხო იქ მათ ხوارს დავეხმარო იმას გავაკეთე იცი რამდენ სიკეთებს ვაკეთებ მარხვაში როცა ამ მიდგომით ავართ მარხვასთან ეს საქმე არც ის მარხვა შენ არაფერში არ გამოგადგება არაფერი არც სიკეთის კეთება არაფერს არ გლების უნტანი არა თორე შენ ამასაც აკეთებ იმიტომ რომ რაღაცას გითხრეს და ბოლომდე რაღაცას აკეთებ როცა შენ ამას აკეთებ შენი შენ რო გინდა რომ გაიზარდო ნახე მარხულობ იმიტომ რომ გინდა რომ რაღაცა შენი თავის აყვანა ისწავლო ხელში რაღაცას გინდა საკვებით გინდა ნაკლები კვებით რაღაცას შენ საკუთარი თავის შენი ხორცის მართვა ისწავლო იმიტომ რომ შენ ეს ვერა ყველაფერი გამოგიდგეს სულიერ ცხოვრებაში ის მოწყალების სიკეთება ცხოვრება გონეტარი რომ მოწყალება თუ გიმოთა შეიწყალო მე ვაკეთებ მოწყალებას იმიტომ რომ მე მინდა რომ ღმერთმა შემიწყალოს რატომ მინდა ღმერთმა რომ შემიწყალოს იმიტომ რომ მე ღმერთთან მინდა მე ღმერთის წიაღში ყოფობა მინდა იმიტომ კი არ მინდა ღმერთთან რომ ღმერთო ჯოჯოხიჩი არ მოხვედო არა ღმერთი მიყვარს და მე ვიცი რომ მე თუ ეს არ ვაკეთე ღმერთთან ვერ ვიქნები იმიტომ რომ ღმერთმა მომწევს ნება ზუსტად იაკობის ეპისტოლეში ეწერა ზუსტად დღევანდელი ეპისტოლეში ეს საქმესთან დაკავშირებით წინა თავში წერია რომ ვინც გითხრაო არ ემუროშო იგივე ღმერთმა გითხრა არა კაცკლავ იგივე ღმერთმა გითხრა ეს არ გააკეთო ერთი და იგივე ღმერთის ნათქვამია ეს და მე როცა ღმერთთან მინდა ბუნებრივია იმ ყველაფერს ვაკეთებ რაც ღვთისთვის არის სათნო და რაც ღვთის მცნებას არ ეწინააღმდეგება და შეიძლება ჯერჯერობით ამ ეტაპზე მე ამ ცოდვის კეთება მინდოდეს ხდები ანუ ჩემ ხორცს და ჩემ სულს ჯერ ის არ იყო და მე შეიძლება ამის კეთება არ მინდოდეს და ჩემი თავი და ახლა ეს კვირა ჯვის კვირა არის ხო როგორი სახარება ეკითხება დღეს ხო უარყავ თავითვისი აღეჯვარ და შემომიდექი მე რაშას უარყავ თავითვისი აღეჯვარ და შემომიდექი მე უნდა ვისწავლო საკუთარი თავის უარყოფა საკუთარ თავზე გამარჯვება უნდა ვისწავლო ჩემ ნებებზე ჩემ არასწორ შეხედულებებზე ჩემას და უნდა მე როცა ამას შევძლებ როცა მე საკუთარ თავს უარყოფ ღვთისთვის და ღმერთს მიუძღვნი მე ჩემ თავს ესე ეწელა და კვირის სახარებაში რომ ვინცო წარი წმიდოსო სულითვისი ჩემთვის და ჩემი სახარებისთვისო მან იპოვა იგი ანუ ვინ ჩემთვის ანუ საკუთარ წარწმენას იმას გასულ წარწმენას ანუ სხვაგებით ეწარდა ანუ ვინ საკუთარ სულს გაწირავს ღვთისთვის და ღვთის სიტყვისთვის და საკუთარ თავს გადადებ ამისთვის მაშინ შენ მოიპოვებ საკუთარ სულს მაგრამ შენ თუ ამას არიზამ შენ სულს ვერ მოიპოვებ ანუ შენ სულს ვერც გაიგებ რა სული გაქვს და როგორი სული გაქვს და შენში რა ხდება და როგორი ამას ვერ მიახსენ ყველაფერს თუმცა გაწირვა ახლა შეიძლება ძალიან რთულად მოიფიქროს ადამიანს სწორი განმარტება და გაგება როგორ სიამეების დათმობაზე იგივე იაკობ მოციქული ბრძანებს მის ეპისტოლეში რომ საოცარი სიტყვები ვისაც სიკეთის კეთება შეუძლია და არ აკეთებს ცოდვად მოეკითხება ხო ბუნებრივია წარმოდირი ახლა ზუსტად მაგაზე ანუ ქრისტიანობა რაზე ამახვილებს ყურადღებას რაზე ამახვილებს შენ უნდა იყოს შენი ძმისთვის დასაყრდენი და შენი ძმა შენი და უნდა გაიტანო რომ ხედავ რომ შენ ძმას აი შენ გაქვს საკვები და შენ ძმას შენს მეზობელს არ აქვს საკვები როგორ იღებს საკვებს რომ იმას არ გადაუნაწილებ ამას აი როგორ აგავს ამდენი ამ ხელა ქონება დააგროვე წარმოიდგინე ამ ხელა ქონება და აგროვებ ამ ქონებას და ამ დროს შეგიძლია ამ ხალს გაუნაწილო და შენ ამას არ ანაწილებ ამ დროს არ ეხმარები არავის არც იმის არ შეიძლება ცოტა ქონება და ხომ არ შეიძლება ადამიანი გაჭირებულ მიაჩვე გაჭირებულში ყოფნას და მოწყალებას არც ამას უნდა მიაჩვე რომ შენზე დამოკიდებული გახადო ადამიანი ბოლომდე ხდები არ ეს მეორე უკიდურესობა აი ადამიანი რომელიც ბოლომდე საკუთარ თავზე დამოკიდებულს ხდიან ადამიანს სულ ეს ეხმარებიან ისე რომ ხო ადამიანს თევზი კი არ უნდა მიცეო თევზი ჭერას ასწავლეო ხო შეიძლება მიცე თავიდან თევზი რომ გამაგრდეს გამტკიცეს თუ შეერია ძალიან მაგრამ მე აუცილებლად მას თევზის ჭერა უნდა ასწავლო მან თვითონაც შეძლო საკუთარი თავის ჩენა და ადამიანის შენზე დამოკიდებული არ გახადო ეს სულიერ წესი არის აი არ შეიძლება ადამიანი ბოლომდე მოძღვარზე იყოს ჩამოკიდებული შენ უნდა გაიზარდო მოძღვართან ერთად ამ სულიერებაში შენ უნდა აღზარდო საკუთარი თავი ნენელა და მოძღვარიც უნდა ცდილობდეს რომ თავიდან შეიძლება ადამიანი მიიკედლო ბოლომდე ისე უცებ გამზდებული საკვები მიცე თავიდან რომ ბავშვი ჩვილი როგორ არის ხო თავიდან ჩულს ვაძლევთ გამზდებულ საჭმელს მაგრამ ნელა თვითონ უნდა ისწავლოს სკოლის აღება ჭამან ნელა ასე თვითონ უნდა ამოიღოს უკვე ეს კურსი ჯერ შენ უმზადებ ამ საკვებს მაგრამ თვითონ უნდა ისწავლოს ნელა ჭამა და ესე ნელა ადამიანი ყველაფერს ვერ ესწავლოს მამაშალვა აი ხა დიდი მარხვა თქვენს გამახვილეთ ყურადღება რაღაც განსაკუთრებული სარბელია ხო ყოველთვის გვევალება მაგრამ ამარხვაში რაღაც აი ვინც ცდილობს რომ შეიძლება ეწრება წირვალოცვას სახურებას მეტანიება ყველაფერი მაგრამ თუ არის საკმარისი მარტო ეს
საქმის გარეშე. აი, ვისერად ვიმეორებ ამას ერთ-ერთ მომწონს თქვა ჩვენს ეთერში, რომ იმაზე დიდი მარხვა, იმაზე სათნო ვერ იქნება თუ შენ მარხვაში გაიგერო, რომელიღაც მეზობელს უჭირს შია და პური მიუტანიან, ვიღაცაში ბრძოლა წერდა შეარი. ამაზე დიდ ვერაფერს ვერ იცო მარხვაში და. აი, მარტო ლოცვა, მარტო წირვაზე თქმა, მარტოზე თუნდაც აი ძალიან სწორად ყველაფერი თუ იქნება საკმარისი და ზუსტად მაგას ამბობს იაკობ მოციქულიც, რომ მარტო ნახე ეს ჩვენი საქმეები თუნდაც მარტო გამოხატული საქმეები და მარტო ეს ვაკეთოთ აი თუნდაც მარხვა, ლოცვა, ეს ყველაფერი ეს მიყევით და ამ ყველაფერს არ აქვს თან წმენდა და თან ამ სიყვარული არ ახლავს ხო? მაშინ ეს ყველაფერი მკვდარი და ფუჭი და ამაოა. ანუ ქრისტიანობაში არის რომ ადამიანს უნდა ქონდეს გააზრებული რას რისთვის აკეთებ, რატომ მარხულობთ? რომ გახვდეთ უკეთესი ადამიანები, ხო? მიზანი რა მარხვისა, რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს და როგორიც იყავი მარხვის დაწყებამდე, ისეთი არ იყო მარხვის დამთავრების შემდეგ. ანუ მარხვის დამთავრების შემდეგ უნდა გახდეს სხვანაირი ადამიანი, ანუ უფრო უკეთესი ვიდრე იყავი მარხვის დაწყებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი გული უნდა დალბეს, ჩემი სული უნდა დალბეს, მე ადამიანის ტკივილი უნდა მეხებოდეს. მე ადამიანის სიხარული უნდა მეხებოდეს, მე ადამიანის ტკივილს რო გავეგებ, უნდა მტკიოდეს სხვისი ტკივილი. და აი როგორც პავლე მოციქული ამბობს რომ გაიხარეთ სხვისი სიხარულით და სხვისთან მტკივნეულთან იყავით ანუ ვისაც ტკივა იმასთან უნდა გეტყილოს უტიროთან იტირეო და მოხავთან მოხარული იყავი ანუ შენ შეიძლება საერთოდ არ გიხარია დღეს მაგრამ რადგან იმ ადამიანს უხარეთ და ეცნები ხარობს მე ჩემ ამ ტკივილს გადავდებ გვერდზე და მასთან მოხარულთან ერთად ვარ მოხარული ეს არის თავისუფარყოფა მე რომ მაგალითად პირიქით ძალიან მიხარია და ძალიან საოცარი სიხარულის განსწრება შინაგან და ამ დროს ჩემს ახლობელს ძალიან ტკივა და მე მასთან ერთად უნდა მეტკინოს. ანუ მისი ჩემი სიხარული უნდა გადავდო ამ დროს გვერდ და მისი ტკივილი უნდა მეტკინოს. აი გუშინ მე ფეხით ცეინობთ რაღაც ფეხით მივიდიოდი რაღაც ვაკეში და ჩვენ ერთ-ერთი მრევლის შეხვდა და ეს გოგონა ტიროდა რა ეს ქალბატონი ტიროდა რაღაც სამლე მოდიოდა. მე გავაჩერი და მეთქი რა გიჭირს რა დაგემართა რაღაც ესე კითხე ისეთი აღელვებული იყო და მე რაღაც ამძიმე შემთხვევა მეგონა და ჩემს მეგობარსო ხელი მოჭრეს რაღაც დაუზიან და რაღაც ხელს რაღაც ჩაყვაო ხელიო და მე რა ამ ადამიანს ხელი მოკვეთესო რა და ეს მეგობარი ისე განეცედა ამას რა თვითონ მოკვეთეს ეს ხელი აი იცი როგორ დღეში იყო ეს ქალბატონი მეგონა რაღაცა მისთვის პირადი ცხოვრებაში რაღაცა შნახდა მართლა მისთვის მოხდა იმიტომ რომ მისმა მეგობარმა ხელი დაკარგა ანუ მან თავისი ეს ყველაფერი დაივიწყა ყველანაირი სიხარული და მასთან ერთად ამ ტკივილს განეცედა აი გზაში მოდიოდა და ესეც საშინელი სახე ჰქონდა მეგონა რა მართლა დაიფაროს მეგონა შულს რაღაცას დიდი მართლა აი როგორ ეს არის ნამდვილი მეგობრობა ეს არის მან ხო არის ახლა მის მეგობარმა ეს როგორ თავის ჩუმად როგორ ტირის ამის გამო და შეა მის მეგობარმა ეს საერთოდ ვერ გაიგოს რომ აი თურმე ამას როგორ ყარებია თავისი მეგობარი და როგორ განიცდის ამას და აი ზუსტად ეს არის ქრისტიანობის არსი რომ შენი მეგობრისთვის შენ თუნდაც უცხო ადამიანს რაღაცა გაიგე ტკივილი და უცებ რომ ამის გამო სრემლები წამოგივა ეს რო გატკენს აი შენ სულს რო შეეხება ესე იგი შენ დარბილებული სული გაქვს და ეს მარხვა რასაც არბილებს ამას და ამ ყველაფერს ასათუნებს ეს მარხვა აი შენ ცხოვრება შენ შინაგან ბუნებას ეს მარხვა თავიდან მოდი ასათუნებს აი სხვანაირს ხდის ეს მარხვა რომ სწორად მიყვები ოღონდ ამ მარხვას სხვადასხვა მონასტერი არის ამის ათელი მაგალითი აი მონაზვნების შემთხვევაში არ არსებობს იქ თავისუფალად რომ ან ლოცულობენ ან შრომობენ არ არსებობს აი თან განსაკუთრებით ხათო დიდ მარხვაში კეთილი კონცეფცია თქვენ ახლა მონაზვნად არ აქვს თავისუფალად რომ ან არის შრომა ან არის ლოცვა უკახა სასწაული ახლა ვიყავი ახლა სახელმწიფო ნახეთ თქვენი ვიდეო ჩართვა ისეთი განცდა იყო არ ვიცი ადრეს სულ ვესწრებოდი ამ მსახურების ამ თვითონ მსახურების ყოველთვის ვესწრებოდი შეგეთ ვიყავი ტაძარში და არასოდეს ტაძრიდან არ გამოსვლა მსახურების არა თვითონ მსახურების დროს პაროდ არასოდეს ტაძარი არ დამიტოვებია და სულ ვიყავი ხოლმე ტაძარში რა შეგეთ და სულ მსახურების დროს ეზოში არ გამოსვლა არასოდეს ანუ მსახურების დროს ვიყავი სულ ტაძარში და ათონზე წესია და საერთოდ ბერებთან წესი არის რომ ბერები ყოველთვის მზის სამოსვას ხვდებიან ლოცვით, ანუ არასოდეს ისინი დაძინებული მზის სამოსვას არ ხვდებიან. და რომელ საათზე ამოდის მზე? მზე ამოდის ათონზე, სადღაც დილის 6 საათზე ჩვენ დროით. არა, შუაღამით თავით ეს ფასრულებენ და მე იწყებენ მსახურებას. ღამის 3 საათზე იწყება ეს შუაღამი ჟამი, მე ცისკარი უერთდება და ცისკარზე. ანუ პირადი კანონია ქელიაში. ანუ არა, თითქოს არ ძინავ და ზის სამოსვას ხვდებიან ხოლმე და რაღაც ესე მოხდა რომ რაღაც უცებ მომინდა მამა გრიგოლთან ვიყავი კელიაში ქართულ კელიაში ჩვენ უტკბილის მამაოსთან და მამა იონესთან და მათთან ერთად ვიყავით კელიაში ჩემ მეგობრებთან ერთად და ჩემ შვილთან ერთად და რაღაც ესე იყო ლოცვის დროს მომინდა გამოსვლა გარეთ არ ვიცი რატომ მომინდა გარეთ აი მზის სამოსვლა მე ნახა როგორ ამოდის მზე რაღაცა გარეთ მომინდა გამოსვლა რომ გამოვედი გარეთ ამ კელიდან მონასტერზე რომ გამოვედი ეს ზღვის პირე რაღაც სასწაულია ჯერხა საოცარი ბუნება და ეს მზე ამოდის და უცებ აი როგორც იქ ფანჯარასა რო ვიდექ ეს საკითხებს უსმენ დავჯიქის კამზე და თან უსმენ საკითხებს არ მოწყვეტილიყავი რაც იკითხება საკითხებს მესმინა თან და
და უცებ ამ საკითხავთ და მესმის ჭიტები საოცარი გალობა, აი ოღონდ როგორ იყო ეს აი როგორც ანტიფონური საკითხები ერთი კითხულს მე მეორე ერთვება, აი ზუსტად ესე გალობდნენ ჭიტები. ერთი ჭიტი დაიწყდა გალობას, მე მეორე აყვებოდა, ეს გაჩერდებოდა, ეს იწყებდა. მე ეს იწყდა, მე ეს სხვის ხმა, ეს შრიალი რა. იცი როგორი განსაიყო, რომ ეს ბუნება როგორ ადიდებს ღმერთს და როგორ აი უერთდება და ამ ზისამოს როგორ ხდება და ამ დროს ადამიანებიც როგორ ხდება ამ ზისამოსს და უცებ ესეთი აზრი დამებადა. წარმოიდგინე აი რამდენი ადამიანი წარმოიდგინე ცოდვით ხდება ამ ღამეს, ანუ ღამეს ათენებს ცოდვაში. აი ღამე იწყება ღამე ეს ვითომ და დილით ხდებიან ამ ცოდვაში წარმოიდგინე ადამიანები აი ადამიანები რომელიც ამას სიბილწეში და ცოდვაში ხდებიან ამ დღის გათენებას და დეპრესია და ამიტომაც მე მათი ცხოვრება ანგრეულია და დარეულია და დაჯღრეულია მთელი ცხოვრება და შინაგანი ბუნება განადგურებული აქვს აი დაგლეჯილი აქვს ეს შინაგანი სამყარო მათი არის დახეთქილი და დაგლეჯილი და აი დაჭაობებული სული ხდება ადამიანს და ამ ყველაფერთან და აი რა ვიგრძენს აი როგორი სინათლე შემოდის შენში აი ზის სინათლე რომელიც გარეგნულად რომელიც აი ანათებს და შემოდის ამ დროს ამ ლოცვის დროს ეს სინათლე საფრთხო სინათლე შემოდის შენში და შენ ხდები სხვა ადამიანი ანუ გარდაქმნის სხვა ადამიანად გარდაიქმნები სხვა ადამიანი და ღვთის მადიდებელი აი ღვთის მადიდებელი ხდები მთელი შინაგანი არსები და მთელი ბუნებით ანუ იცი რომ აი ღმერთი როგორ უნდა იდიდოს შენგან და რა დამოკიდებულება ქონდეს ღმერთთან. სასწაული განსწაიყო რა ეგ. საოცრება იქნება. მამაშალვა, აი ჩვენ ვსაუბრობთ რომ წმენა საქმების გარეშე მკვდარი. ამ თემას კი შევეხეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ რაღაც მოკლედ რომ შევაჯამოთ. არიან ადამიანები, რომლებიც ზნეობრივი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ძალიან კეთილები, ძალიან ისეთი ბევრ სიკეთეს აკეთებენ და მართლა დაგენანება რომ ღვთის გარეშე და ეკლესიის გარეშე ცხოვრობენ და ვიცით რომ ეკლესიის გარეშე ცხოვრება არ არსებობს. მაინც ესე ლოგიკურად ჩნდება ხოლმე შეკითხვა რომ აი როგორ შეიძლება ეხლა ეს ადამიანი ცხოვრობდეს უფლის გარეშე და ვერ გადარჩეს და აი რას ეთქვით ესეთ ადამიანებს? ხედავ წარმოუდგენელი ადამიანი თუ გულწრფელი ამ სიკეთეებში, აი წარმოუდგენელი გულწრფელი თუ ამ სიკეთე თუ მართლა მისაც სიკეთილია, რომის ღმერთმა არაცხონოს, აი დაუჯერებელია ამის ფაქტსაც თუ გვაქვს ერთი წუთი მაგასაც მოყვებით, თუ გვაქვს ერთი წუთი, ახლა წმინდანთაზე რო ვიყავი, წარმოუდგენე ესე მოხდა რომ ჩვენი მეგობარი მყავდა რომელიც არ იყო ნაზიარები და მასთან ერთად რაღაც ვიყავით რომ გვეზიარებინა და პირველ ჩააბარა ახსარება და იქ ნაზიარება მიიღო და საოცარი ბრძოლა გაიარა ესეც აი უკეთილესი ადამიანი რაღაც სიკეთებით სავსე უამრავ ადამიანს ეხმარება უამრავი რაღაცა ძალიან ბევრი ადამიანს და მაგრამ არ იყო ზიარებასთან მიახლოებული არასოდეს ეს მაგრამ ღმერთმა ისე დაუშვა რომ თან დიდი ხანი გეგმოდით ვერ წავედით და რაღაც ისეთი დრო შეარჩია რომ როცა ეს მზად იყო ამისთვის მაგრამ მაინც დიდი ბრძოლა გავიარეთ რაღაცა გზა ის მონაკვეთი ძალიან რთული იყო გასავლა და თვითონაც დაინახა ღმერთის მოწყალება როგორ შეუძლია ადამიანის ფიზიკურ უძლურობაზე ღვთის მადლმა იმოქმედოს და როგორ შეცვალა მის ცხოვრება და რო წავედი ჩვენი კელიდან მამა გრიგორის კელიდან წავედი გრიგორიუსში ფეხით გადავედით და იქ დახვდნენ ქართველები კიდევ ქართველები მოსულები და ეს ბიჭიც ერთი ბიჭი დავხდა რომელიც ესევე ძალიან კეთილი საოცრად კარგი ადამიანი და პროექტ იყო წმინდათაზე და სანაწილოთაზე ავიდო და დიდი ბრძოლა დაიწყო მას აი გემიდან ნავიდან გადახტომაც კი უნდა და წამის დიდი ბრძოლა დაიწყო თაზი არ გადასულიყო და იცოდა ეშმაკო იქ რა ელოდებოდა მას იქ აღსარების ხმა მის ცხოვრებაში და შეცვლილიყო და ამიტომ ძალიან დიდი ბრძოლა დაიწყო უკარგეს ადამიანს არ უშევდა და მე როგორც კი თაზე ფეხი დადგა რაღაც დამშვიდა მაგრამ მაინც რაღაც ბრძოლები ქონდა და ეს მეგობრებთან ერთად რაღაცა წინა დღეს უსმენდა თუმცა ჩემ ქადაგებებს რა წინა დღეს ისმენდა ჩემ ქადაგებებს და ამ მოწყართან მინდა მისვლა მამასა რომ მივიდეო და უცებ გრიგორიუსში არის მონასტერში ამაზე ჩემზე ლაპარაკობს ამაშალოსთან მინდა რომ მივიდე მასთან მინდა ეს მამა ალექსი ეუბნება მამა ალექსი და მოჩინი მამა ალექსი საოცარი ადამიანი და მამა ალექსი ეუბნება გახედავ თასო ხედავ იქ ეგო მამაშალოს აგერ მოდის პირდაპირ და წარმოიდგინე ხო აი როგორ რაღაცა რომ აი ეს ადამიანი ლაპარაკობს ამაზე პირველად მოხდა თაზე ამიტომ და შენ მიაკითხე მას ანუ ახი აი ღმერთი ესე გვაკითხავს ყველა ჩვენთაგანს ანუ ჩვენ თუ მართლა კეთილები ვარ და ჩვენ თუ მართლა სიკეთეები ვართ აი როგორ დაგტოვე სად იპოვა წარმოიდგინე სად მიაკითხე თან ჩვენ არ უნდა ყოფილიყო რომ ჩვენ გემითო გადასულიყავით გრიგორიუსში 3 წუთი ჭდება გემს და გემა გაგვასო 1 წუთი წარმოიდგინე და ვერავით შემთხვევით და ჩვენ რო გემით მივსულიყავით გრიგორიუსში და წამოსულიყავით იმათ ვერ შეხვდებოდით გამურიცხულიყო ვერ შეხვდებოდით და ფეხით მოგვიწია ესე თორემ გადალა აი როგორ ეცი გათონს აი დედაღვთისმშობელი გმასწავლოს თვითონ აი საგეგმავდა სხვანაირად არის ყველაფერი ყველაფერი გეშლება და კიდევ ხვდები მას აი ღმერთი როგორ განაგებს ჩვენ ცხოვრებას ამიტომ ესეთ ადამიანებს უთქვი ესეთ რამეს რომ თუ მართლა სიკეთე აქვს მაგრამ თუ მართლა კეთილები არიან და თუ ისინი პირადის სახელის გამოჩენის გამო არ აკეთებენ ამ ყველაფერს და მათ შინაგანი სიკეთე ანაკეთებენ მათ სხვანაირად არ შეუძლიათ რომ სიკეთის კეთების გარეშე მათ ცხოვრება არ შეუძლიათ ამიტომ აკეთებენ ამ სიკეთეს დამიჯერეთ აი არ არსებობს რომ ღმერთი მათთან არ მივიდეს
და ის კარი, ის გულის კარი არ გაუხსნეს, მათთან ღმერთი არ შევიდეს და არ აცხონოს. არ არსებობს ეგეთი რამე მსგავსი რამე არ არსებობს. დიდი მადლობა მამაშალვა. შეგახსენებთ ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია გვესაუბრებოდა. 7 გზის ლოცვის დროა, მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ,
მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ გადაცემას. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, იუბილარები, რომლებსაც წელს 70 წელი შეუსრულდათ. საიუბილეო თარიღებსა და მათი შემოქმედებით გზის, ოჯახური ერთობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად. მოგესალმებით ქალბატონო ეთერ, ბატონო ამირან. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. გილოცავთ საიუბილეო თარიღს. სხვათა შორის გადაცემის დასაწყისში ძალიან დამაჯერებლად გამოვაცხადა 50 წელი მეთქი შემეშალა. 20 წლით გაახალგაზრდობთ, მაგრამ ძალიან ახალგაზრდები ვწადებით. როგორ ხვდებით? აი ამ თარიღს, ეს არის რაღაცა შეჯამება თუ კიდევ ახალი ეტაპი თქვენი ცხოვრების? ქალბატონო ეთერ. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამდენი ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის. ჩვენც გვიყვარხართ და არასდროს არ ვამბობთ აქ მოსვლაზე. უარს კი არა, მიახლოებით. რა ძალიან მიხარია. მართლა ვამბობ დიდ მადლობას და ხო 70 წელი ვერ ხვდები ვარ თუ გონიათ რომ სხვაზე საუბრობ. სხვებია ის 70-ები 50 წლისებს წინათ რო ხედავდი ლიტერატურულში იყო ხოლმე ჩემ აი ძალიან ჯეილობაში მწერალს ფოტოს დებდნენ და აქ დაფნის ტოტს გადაადებდნენ. გახსოვთ ახლა ფოტოები. და ვამბობდი, იმდენად ახალგაზრდა ვიყავი, რომ ის 50 მეგონა ძალიან ბევრი. და ვამბობდი, ამას ცოცხალს ნეტა რაღა უნდა. ეხლა ჩვენ რაღა გვინდა, თუ დავიწყებულები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ 70-ისები გავხდით და არ მგონია რომ გავხდით 70-ისები. იმიტომ რომ მე ჭკვიანდები ცოტათი, როცა გემატება ასაკი და მე ვამბობ რომ რაღაცებს უფრო ვჩქარობთ ეხლა ორივეს იმასაც ვატყობ ამდენი ავადობის მერე რომ ჩაუჯდა უკვე თავის აწერ საკითხავებს და ნელ-ნელა ღონეზე მოდის ამ დიდი ავადობის მერე და მეც ძალიან ბევრი გეგმები მაქვს ჩემთვის სოგრამებს არც კი ვეუბნები ვაი თუ ვერ მოვასწრო თქო ჯერ ძალიან ხოდა ეგეთი ხდება აი მართლა ხდება ბევრი წელი მნიშვნელოვანი ყოფილა ადამიანისთვის, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას და სიმართლეს მიხვდე. ან იმას მიხვდე ცხოვრება რა არის, წუთი სოფელი როგორია, სად გიყელებს და სად გაგახარებს არ იცი. ამიტომ აი ჩვენ მე პირადად ეხლა რამდენიმე წამოწყებული წიგნი მაქვს, ღიად და ალალად რო გითხრათ და ზოგი ბოლოსკენ არის, ზოგი შუაშია, ზოგი და აი ეხლა ავჩქარდი ზოგ რაღაცაზე, მინდა რომ აი ეს ასაკი მაჩქარებს ეხლა რომ ვაი თუ და მინდა რომ რაღაცა ის რაც ჩვენ ვიცით და განაჩვენ ვინმე შეუდარებლები ვართ, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, მაგრამ ის რაც ჩვენ გადაგვდა, ან ჩვენ ვიცით, ის ხო სხვის ისტორია არ არის და აი ის მენანება დასაკარგად ვის ან ნუ ბევრ ვინმეზია ის ციგნები და
რატომ ამბირა? სიმბოლური დამთხოვაც არის თითქმის ტოლები ხართ რამდენიმე წელი გადასხოვებით. თქვენ ხართ უფროსი რამდენიმე წელი, ხო? ერთი კვირით. 7 7 თელი 7 დღე. აი, როგორ ხვდებით? როგორია აი ამ გადასახედიდან ეს გამლილი წლები? აი, ეს არის ნათელი მაგალითი თქვენ შემთხვევაში, რომ ციფრები, რიცხვები, ეს არის პასპორტი და მეტი არაფერი. დანარჩენს ასაკს მაინც განსაზღვრავს აზროვნება, მიდგომა სამყაროსთან, საქმეები და ის სიყვარული, რომელიც ხალხისგან გაქვს. თქვენი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ? გამლის 70 წელს და იმ წლებს, რომელიც ერთად გაატარეთ ორმა იუბილარმა. ალბათ საკუთარი ცხოვრებით და ნაშრომ ნაღვაწით დაუკმაყოფილებელობის გრძნობა პირველ რიგში ეს განცდა თან გდებს ადამიანს გინდოდა რომ ბევრი გაგეკეთებინა გინდა დღესაც რომ ბევრი მოასწრო რაღაცა არ გამოგჩეს არ დაგავიწყდეს და ამას ნაკლებად ვახერხებთ საკუთარი შესაძლებლობების ამას თავმდაბლობის საზოგადოებას ხვანაირად ფიქრობს რა თქმა უნდა ეს რეალობაა ჩვენ ისეთ გარემოში ისეთ სინამდვილეში ვიცევს ცხოვრება ყოფნა რომ 1000 რაღაცითაა ჩვენი ყოველდღიურობა დანაკუწებული და დაჩეხილი ისეთი და აი ამის გამო ვიცევს ბევრი რამის გაკეთება და შეცვლა ну ეხლა 70 წელი ის ასაკია რომ ადამიანს უკვე უნდა კონდეს გაკეთებული შენი საქმის ნახევარი მაინც და აი როგორ შევძელით როგორ გავაკეთეთ როგორ გამოვიყენეთ ეს დრო ალბათ ამას სმენელი თუ მკითხველი გაიგებს და ალბათ უკვე იციან კიდევაც ისე რომ საკუთარი თავით ადამიანი არასოდეს კმაყოფილი არ უნდა იყო. რამდენი წელია რაც ერთად ხართ? 46 წელი. როგორ გაიცანით ერთმანეთ? სად შეხვდით ერთმანეთს? ამირან ვიჯდა დარბაზში. მე მათემატიკაში სუსტი ვარ და მაგდომე დამისვათ მე უფრო ვარ სუსტი და ის არ ლაპარაკობს ხელსურულად გაეხლა მე გადმომაბარებ. აბა თუ გახსოვთ როდის შეხვდით ერთმანეთს პირველად? მოკლედ მე ხო ხალხური პოეზიის საღამოზე ჩემმა დამწამიყვანა ტირილით არ მივყვებოდი რომ წაუკითხე შენი ლექსებიო. გუშინო უკვე ციური აზიკურმაო უთხრაო ბატონ ვახუშტის რომ ეთერო ლელას დაო წერსო თუშურ დიალექტზეო და იქ იყო თენგიზ მირზაშვილიო ბატონი ვახუშტი ხო იყო პაპა ხო იყო ლექსო პაპა ჭინჭარაული და ხვალ ისმინება ყველაო ვინ გამოვა საღამოზე ჩამოსულია მთელი საქართველო და ესე წამიყვანა ტირილით რომ შენ არც უფროსი იცი ახლა არც და თუშეთში ეგ ძალიან მძიმეა რომ შენ უფროს დას რომ არ ემორჩილები და წავედი აი რაღაცა ჩავაგდე ერთი როეული არავის არ ვეუბნებოდი რომ წერ რაღაცებს ჩემთვის წერ ხო და მე აი იქ ის დარბაზი იყო საოცრება არ ვიცი დაბლაცის ხდა ხალხი თუ რამე ადგილი იყო უკვე რომ თან რომ მოისმინეს ეს რა ჩემი ლექსი აი რაღაცა ამოვიღე და მახსოვს რაც ავიკითხე ესე რაზეც გადაიშალა და მიფიქრე რომ მე ხო ხალხურ ლექსს არ ვწერ თქო კლასიკურია ოღონდ ამ საუკუნის ისა ამ საუკუნე რაშუაშია დიალექტია და ეს დიალექტი შეიძლება დამაბნეველი იყოს თქო და მე ვთხარი არ არის ჩემი ლექსი ხალხური თქო და რო დავამთავრე ეს ლექსი თენგიზ მირზაშვილმა დაიძახა ჩუბჩიკა რომელიც მე გახდება ამ ლექსების ყველაზე დიდი შემგრძნებით ყველაზე დიდი პატრონით და დიალექტი ისწავლა ისე თუშური მე-9 საუკუნის ხანმეტიან დიალექტზე ვწერმე. რა დაიძახა? ესე დაიძახა ნახე ბალღორ ალექსია. ვახუშტის და ლექსა. და სად იყო ამ დროს ბატონი ამირანი? არა, იქ სადარიყო მე არ მინახავს. ეს დაიწყო უკვე ხალხის მოსვლა სახლში იმ დღიდან. აი ჩემთან ქირით ცხოვრობდი ქიქოძის ქუჩაზე და მოდიოდა აი ახალგაზრდა შედარებით თინეიჯერებიც კი მოყვებოდნენ ვიღაცებს რა ხო და დიდებიც და მოხუცებიც და მთხოვდნენ რომ წამეკითხა ეს ლექსები ეგ იყო აი უცნაური რაღაც და ეხა მერდება მე წლების მერე ვიპოვი ჩემ ჩანაჯღაბნებში სადღაცას რომ
რა უცნაური სიზმარი ვნახეო. სიზმარა ვიყავი ყოველთვის რაღაცებს და აღმოჩნდა რომ 9 თუ 7 წლის წინ ეს ჩანაწერია სანამ იმ საღამოზე მოხვდები. რომ ფილარმონია უკვე ვიცოდი. გაქალაქელებული ვიყავი, ვიცოდი სად არის. და ნამყოფიც კონცერტზეც ვიყავი და იქ ვამბობ რომ იმ ჩანაწერში რომ ისო როგორი უცნაური სიზმარი ვნახეო, ვითომო ფილარმონიის დიდ დარბაზში შევედიო და უცებო ძალიან დიდი ბოდიში ეს არის თავხედური სიზმარი. თეთრ მტრედად ვიქეცი და სამჯერ შემოუფრინე ხალხსო, ხალხი არ ეტეოდაო იქო იმ დარბაზშიო და იქ გავჩერდიო. იქ დარბაზის თავზე, ანუ მაღლა გავჩერდი ჩიტად თუ მტრედად. ბატონო ამირან, აი ეს და ამირანი მოვიდა. ტარიელ ხარხელაური, ამირანი და ბაბუ ალუდაური მოვიდნენ აი იმ მომსვლელთა რიგებში, სახლში 3, რომლებიც მაკითხებდნენ ლექსებს. ამათაც მთხოვეს. ასე მოხდა თქვენი გაცნობა. ეგრე დავინახე ამირანი. აი ის რომ აი საქმიანობით, შემოქმედებითად ასე ხართ დაკავშირებულები. ეს კარგია ოჯახური ცხოვრებისთვის, აი როგორი არის ამაზეც რომ გვესაუბროთ. კარგი რა თქმა უნდა არის, მაგრამ სირთულე ხომ არ ახლავს თან? თვირთია, რა თქმა უნდა, სირთულე ახლავს და თვირთი არის, დამატებით თვირთია და აი ამ თვირთის შემსუბუქებაც არის ალბათ ყოველი ადამიანის მოვალეობა. რა მოგწონთ ერთმანეთის შემოქმედებაში განსაკუთრებულად? როგორი შემფასებლები ხართ ერთმანეთის? კრიტიკულები თუ ხართ ერთმანეთის? კი კაცო. ძალიან შევალთ ხოლმე კამათში ხანდახან. არა, ჩხუბი არ აი ჯერაც ერთად ვართ, მაგის დრო არ ქონია რომ გვეჩხუბა. მაგრამ არ გიჩხუბიათ 46 წელი? არასოდეს არ გვიჩხუბია. ხუბამდე ვერ მივარ. 46 წელი არ გიჩხუბია. ეს მართლა საოცრებია. არა, და არც არ ქონია საჩხუბრად, იმიტომ რომ ერთ დარგში რომ მუშაობ, დრო აღარ გრჩება, რომ სხვა რამეზე იჩხუბო და თუ კამათობა გქონდა, რატო არ გვიკამათია, რა თქმა უნდა. ოღონდ აი პროფესიულად რაღაცა მე რო ეგრე მეჩვენება, ერთი ტვინი ხო არ გვიდევს თავში და ერთად ხო არ მოგვივა აზრი. და ეგრე გვიკამათია, რა თქმა უნდა და მაგრამ გაბუტულები ერთმანეთზე არ გქონდათ ამ 46 წლის განმავლობაში. არა, რაღაცა რომ ითქვა, შენი შუნა ხო გეუბნებით, მე ხო შენზე უფროსი ვარო, ეგრე მეტყვის და მსუბუქად. 7 დღით უფროსი, მე ხო შენზე უფროსი ვარ და უფრო არ უჯერებ ხოლმე მაგ დროს. აბა რა მოჭი. თქვენ თუ გახსოვთ პირველად აი რა მოისმენთ ხალბატონი თეროსეი რა იყო, რა რედაგრებში ხალხური პოეზიის საღამოზე როცა გამოვიდა ის იყო ჩემი პირველი მოსმენა. სცენაზე რო იდგა სხვებთან ერთად და არა, არც მყავდა ნამდვილად მამასთან თავის მამასთან ერთად ყოფილა დარბაზში. ამას მე ხევსური მამა მეამბობდა, რომ იქო ისეთი გავიფიქრეო, რომ წაიკითხეო ხალხიო, ესე გამოვშტერდითო და მერე ვთქვი ეგეც ხო სატელევიზიო ცირცხვილი არა. არა, კარგია, სატელევიზიო წერი კარგი. მერე რავო. ესე გავიფიქრე ნეტაი მოჯახ სადაც ეს შევაო. ხო და კი შევიდა მის ოჯახში. ჩემ რა წამს თქვი ეგო უფალი მისმენდაო. ამინ თქვენ ზევით. ეხლა ისე ვერ გაგიშვებთ რომ მე არ დაგვიკითხოთ ხო არ გამოვა ეგ ამბავი. ხო, მე მაინც შპარგალკა ხოლმე მაქვს. რა პირიქით კარგია ავტორის საკითხული. აი გისმენთ სიხარული და დიდი სიყვარულით და მოლოდინით. რას დაგვიკითხავთ? არა, არც ვიცი, რაც მოგვიწევს. რაც გადაიშლება. ზოგთად სკივიც არ ვარიდ. სკივი არის ნაპერწკალი ცეცხლისა. ზოგის ცეცხლად ვანთი ვარი. ზოგის წვეთ წყარო ვარ, ზოგნ ჩქეფარხებს მადრიან. ზოგის ჯინჭველა არ ვარი. ზოგთად მტრედ ვარ ცხრაფრთიანი. ზოგის ბილიკიც არ ვარი, ზოგთად გზა ვარ მთატყიანი. ზოგად ბღვერით მხედავენ, ზოგნ ტკმილ ლოცვებს მაყრიან. იაკთა იწუთი სოფელი, ენით ამთრი ჩამთრიან, ვერ დისვენებენ სანამ ქარონ გამთრიან. ნელა
ნელ-ნელა დამბადაგვენ შავ მიწან რო ჩამთქმიან ძალიან ადრია ეგ ამბობიჯეთ და ასე რომ არა ეგეც მოდი გისურვებ ჯანმრთელობას გისურვებ დღეგრძელობას ასე მრავალი წელი ერთად ყოფნას და მრავალი წელი ჩვენი ხალხის საზოგადოების დატკბობას და ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიყვარულს გამოვხატავთ და გვეთანხმება მოყოლებით, მაგრამ მოგძალებულად ჩვენი ტელევიზიის სახელით და ეს სირეთის აჩქარი თქვენ აი მე როგორი ეს ლამაზი ყვავილები და ესეთი ფერადი და ლამაზი ცხოვრება ქონეთ მრავალი წელი. ეს ძალიან მოგზაურული ჩვენი ტელევიზიის დიდი სიყვარული. ეს არის გაზაფხული. გაზაფხული მაჩუქეთ და დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ კი სიუჟეტს შემოგთავაზებთ თოჯინების თეატრში საპრემიერო სამზადისია, ნინო გელაშვილი ესწრებოდა რეპეტიციებს და უფრო თლად შევიტყობ ნინოსგან თუ რა სპექტაკლია, რომელ ანიმაციურ ახალ ვერსიას წარმოუდგენენ მაყურებელს. ამბავი ბავშვობაზე, ნამდვილ მეგობრობასა და სიყვარულზე, რომელიც მაყურებელში ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. მოგვეცით ეგ მუსიკა ბატონო დავით, სულ ოდნავ აუწიეთ. დაიწყერატი. ჩემს სამფლობელოში ყველაფერს თოვლის საბანი ახურავს. ქართული ანიმაცია თოვლის გუნდა სულმალე გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაცოცხლდება. ახალ სპექტაკლზე რეჟისორი გიორგი ჭანტურია მუშაობს. წარმოდგენისთვის პერსონაჟები მხატვარმა ვახტანგ ქორიძემ შექმნა. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვართ ჩართულები მაქსიმალურად ამ პროცესში. იმიტომ რომ ნუ ვეხებით ყველასათვის საყვარელ ანიმაციურ ფილმს, რომელზეც თაობები აღიზარდა, თოვლის გუნდა, გოგონა და თოვლის გუნდა. და ჩვენის მხრივ ვცდილობთ რომ სცენაზე გავაცოცხლოთ ეს პერსონაჟები და თითქოს ერთი შეხედვით ეს მარტივი სიუჟეტი, რომელიც ძალიან ბევრ ფილოსოფიურ საკითხზე საუბრობს რეალურად. ჩავთვალეთ რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა გაგვეცოცხლებინა თოჯინურ თეატრში და ვფიქრობ რომ ყველაფერი მიდის კარგად და მგონია ეს სპექტაკლი არ იქნება მხოლოდ პატარა თაობისთვის. ვფიქრობ რომ ნებისმიერი ასაკის მაყურებელი დარჩება კმაყოფილი და გავა თეატრიდან ძალიან დადებითი ამაღლებული განწყობით და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მგონია რომ უკვე ფინალურ აკორდში სპექტაკლის მაყურებელი დარჩება ძალიან ბედნიერი, ძალიან გახარებული და წავა თეატრიდან იმ განწყობით, რომ დარწმუნებული იქნება იმაში, შეუძლებელი არაფერია და ჩვენ შეგვიძლია ყველას ერთად შეგვიძლია რომ სამყარო ვაქციოთ უკეთესი ვიდრე დღეს არის. ის მომენტი არის რომ არის საპასუხისმგებლო საქმე, იმიტომ რომ ძალიან რთული არის, მაინც არის ანიმაცია და მაყურებელის მეხსიერებაში ერთგვარი შთაბეჭდილება რაც არის ანიმაციიდან, ისე უნდა გადაგვეტანა სცენაზე, რომ არ დარღვეულიყო ერთგვარი მხატვრული სახე. და რამოდენიმე მცდელობა ქონდა თან გაკეთების. ძალიან რთული არის ხასიათის დაჭერა. მიუხედავად იმისა, თითქოს მარტივი ფორმა არის. ესეთი რაღაცა საყვარელი ფუმფულა თოჯინას ჭირდება კიდე ცალკე მექანიზაცია, რომ ეს მოქმედებაში მოიყვანოს. რაც უფრო ფუმფულა არის ფორმა, უფრო რთული არის გასაკეთებლად. მართლა ბევრი ვერსია მოვსინჯეთ და ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. ეს არის ის, რაც ანიმაციასთან არის ძალიან ახლოს. თეატრალური გუნდი პრემიერისთვის განსაკუთრებულად ემზადება. თითოეული წევრისთვის ბავშვობის საყვარელი მულტფილმის თეატრალურ სივრცეში გაცოცხლება, დიდი პასუხისმგებლობა და ერთგვარი ნოსტალგიაა. ეს მულტფილმი ჩემთვის არის ბავშვობა. მინდა ვთქვა, ესეთი თბილი, ტკბილი და ადამიანური ფილმი მე მგონი აი ცოტა თუ იქნება. თან რაღაც ქართულია, თან რაღაც ბავშვობა, ის პერიოდი ბრუნდება ჩვენში და თან რაღაც სუფთა ძალიან. რადგან გუნდა იწყებს შეცნობას.
აი იმ სამყაროსაც, რასაც პატარა ბავშვი თავიდან იწყებს შეცნობას. რაც შეეხება თვითონ თოჯინასთან მუშაობა, სპეციფიკურად დიდად განსხვავებული არ არის, პრობლემა არ არის, რადგან უკვე ხშირად მქონია შემხებლობა ესეთ თოჯინებთან, მაგრამ ძალიან სახასიათოა. რაღაც სიარულის მანერით, ცოტა მოწყენილობით, ცოტა გაბრაზებით. ძალიან სახასიათოა და ძალიან საყვარელია. და დარწმუნებული ვარ, ახალ თაობასაც შეიძლება თვითონ მულტფილმი არ გქონდეთ ნანახი, მაგრამ ძალიან შეუყვარდებათ. მართლა ძალიან გამეხარდა, როცა გავიგეთ ამ იდეის შესახებ, იმიტომ რომ ეს არის მულტფილმი, რომელიც ვიცით უფროსებმა თითქმის ყველამ და კარგი და ნამდვილად გასახარია ის ფაქტი, რომ პატარებიც შეძლებენ აი ამ მულტფილმის სპექტაკლის სახით ნახვას. რაც შეეხება პერსონაჟს, რომელზეც მე ვმუშაობ, ეს არის გოგონა. ამ თოჯინაზე ვდგავართ 3 მსახიობი. და ძალიან საინტერესოდ მიდის ეს პროცესი ზოგადად, როგორც სხვა სპექტაკლების შექმნის პროცესი. თუმცა ეს იქნება ცოტა განსხვავებული, როცა ჩანაწერზე მიდის თოჯინის თამაში. ვიბრძოლოთ ჩვენი ნატვრისთვის და ის აუცილებლად ახდება. სწორედ ეს გახლავთ თოვლის გუნდას იმ დადგმის მთავარი სათქმელი, რომელიც სულ მალე თოჯინების თეატრის სცენაზე მაყურებლისთვის გაცოცხლდება. გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მიზანი ქართული ანიმაციის მემკვიდრეობის ახალი თაობისთვის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია. ჩვენი გადაცემა სრულდება. გვინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სულ რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია. სრულად გთავაზობ ტექსტს. ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური. ყოველს გთხოვთ ლოცვით შეწევნას. ხოთ მართლაც ყოველს რომ ვილოცოთ მისი უწმინდესობისთვის, რომ ძალიან მალე ჯანმრთელი დაუბრუნდეს საქმეს, მსახურებას საპატრიარქოს და კიდევ გვაჩიქოს ღმერთმა მისი ჯანმრთელი წლები. ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გჯერა რომ კარგად იქნება პატრიარქი. დიდ გემშვიდობებით და იმედია რომ ხვალ დილას უკვე ამ სასიხარულო ინფორმაციით შევხვდებით ერთმანეთს. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.